სამთვიანი არეულობისა და სისხლიანი დაპირისპირებების შემდეგ კიევში ვითარება სტაბილური და მშვიდია. ევრომაიდანზე ევროინტეგრაციის მომხრეები ისევ რჩებიან, ასევე რჩება баррикадები და კარვები. მოსახლეობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს ისევ ქუჩიდან აკვირდება. Борьба продолжается. Две палатки одну смели, вторая сгорела, теперь ставим еще третью. И расслабляться нельзя, но насколько сказали, потому что мало ли что будет, нужно продолжать стоять. Наша думка баррикад. ჩვენ არ დავშლით ბარიკადებს, სანამ მთავრობის ფორმირების პროცესი არ დასრულდება. ჩვენ არ ვიცით რა შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ აქ პროცესის დასრულების ბოლომდე ვიქნებით. კიევში დაწყებული პროტესტი ეხლა რეგიონებში ინაცვლებს. ოლქების ნაწილში მოსახლეობა აქციებს მართავს და რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებას ითხოვს. გასულ ღამეს ქერჩში უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. დემონსტრანტებს რუსეთის დროშის აღმართვა სურდათ, თუმცა დაპირისპირების შემდეგ ადგილზე ისევ უკრაინის დროშა დააბრუნეს. აქცია გაიმართა ოდესაში, სადაც ბერკუტის ბაზასთან მებრძოლების მხარდასაჭერად 200-ზე მეტი ადამიანი მივიდა. ევრომაიდნის მოწინააღმდეგები შეიკრიბნენ სევასტოპოლშიც. აქციების პარალელურად ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში თანამდებობებს ტოვებენ გუბერნატორებიც. ამ დროისთვის თანამდებობა 9 გუბერნატორმა დატოვა. გადადგომის მოტივად ყოფილი გუბერნატორები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებენ. უკრაინის უმაღლესი რადა მთავრობის ფორმირებას აგრძელებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით, უკრაინა მაისში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა ვიტალი კლიჩკომ. ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას იულია ტიმოშენკო, რომელმაც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მოსახლეობას ევრომაიდანზე მიმართა და მათ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში მხარდაჭერა აღუთქვა. როდესაც ხალხი ეცემოდა ძალიან მწუხდი, რომ არ ვიყავი თქვენთან ერთად, რათა არ დამეშვა ეს ყველაფერი. ძალიან მწუხდი იმის გამო, რომ მშვიდობით ვერ შევძელით იგივე შედეგის მიღწევა. ჩვენ დღეს საბოლოოდ წერტილი უნდა დავუსვათ დიქტატურას. დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. არ გვაქვს უფლება, სანამ არ დასრულდება ის, რაც დაიგეგმა და უნდა გაკეთდეს ქვეყანაში. მაიდანი არ უნდა მიატოვოთ. თქვენ ხართ ამის გარანტია, თქვენ ხართ ძალა. პირველი განცხადება უკვე გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა. ალექსანდრე ტურჩინოვის განცხადებით, ქვეყნისთვის ეხლა მთავარი ევროინტეგრაციაა. უკრაინის ხაზინა ცარიელია და ქვეყანა დეფოლტის პირას იმყოფება. იანუკოვიჩმა დაგვიტოვა ეკონომიკა, რომელიც კატასტროფის ზღვარზეა. ახალი ხელისუფლების მთავარი ამოცანა კი სწორედ ქვეყნის ეკონომიკური კატასტროფიდან გამოყვანა და ევროპასთან ინტეგრაცია იქნება. კიევში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. უკრაინის დედაქალაქში ის გვიან ღამით ჩავიდა და აეროპორტიდან პირდაპირ მაიდანზე მივიდა. მოვა დრო და ისტორიკოსები დაწერენ, რომ რუსეთის იმპერიამ თავისი არსებობა კიევში მაიდანზე შეწყვიტა. ევროპის გული ბრიუსელსა და ბერლინში კი არა, კიევში ძგერს. უკრაინის ბედი მოსკოვში კი არ ხდება, არამედ აქ უკრაინაში. უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე შეფასებები კეთდება საერთაშორისო საზოგადოებაშიც. ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ცნობით, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ ევროკავშირი უკრაინას 20 მილიარდ ევროს მისცემს. უკრაინელებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ ისინი დეფოლტის წინაშე პირისპირ მარტო აღმოჩნდებიან. ევროკავშირი უკრაინას 20 მილიარდ ევროს გამოუყოფს, რათა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის შესაფერისი გარემო შეიქმნას და უკრაინა მოემზადოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ფინანსურ დახმარებას უკრაინა გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ მიიღებს. მორიგის სატელეფონო საუბარი შედგა ანგელა მერკელსა და ვლადიმერ პუტინს შორის. გერმანიის კანცლერი და რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. უკრაინული მედიის ცნობით, დღეს უკრაინაში ჩასვლას გეგმავს კეთრინ ეშტონიც. ის რამდენიმე შეხვედრას გამართავს და უკრაინის პოლიტიკურ დახმარებაზე იმსჯელებს. მორიგი განცხადება გააკეთა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც. კიევში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს აფასებს ამერიკის შეერთებული შტატების მრჩეველი ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში. უკრაინის გაყოფა არც თავად უკრაინის, არც რუსეთის, არც ევროკავშირის და არც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. ასევე არც ერთ მათგანს არ სურს უკრაინაში ძალადობის დაბრუნება და სიტუაციის ესკალაცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა თვალყური ვადენოთ უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ დავაკვირდებით, როგორ განვითარდება დემოკრატია უკრაინაში. იმედი გვაქვს ახალი ხელისუფლება ყველა პირობას შეასრულებს.
ამ დროისთვის უცნობი რჩება ვიქტორ იანუკოვიჩის ადგილსამყოფელი. ადგილობრივი მედიის ცნობით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი ხოცვის გამო იანუკოვიჩზე ძებნა გამოაცხადა. უკრაინის მოსახლეობასა და ჟურნალისტებს კი პრეზიდენტის მდიდრული სასახლისა და მეჟიგორიეში მდებარე რეზიდენციის დათვალიერების საშუალება მიეცათ. ეს კადრები იანუკოვიჩის აპარტამენტებშია გადაღებული, სადაც ჟურნალისტებს წარმოუდგენელი ფუფუნება დახვდათ.